მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. 7500 ლარი ბორჯომის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სხვადასხვა შეფასებით პროპაგანდისტულ მედია იმედს. რელიზების განთავსებისთვის ბორჯომის მერიამ იმედს გამარტივებული ხელშეკრულება 2025 წლის 29 დეკემბერს გაუფორმა. ხელშეკრულების მიხედვით მუნიციპალიტეტი იმედს თვეში 625 ლარს გადაუხდის, გათვალისწინებულია არაუმეტეს 60 რელიზის ვებგვერდზე განთავსება. იმედს ბორჯომის გარდა რელიზების განთავსებისთვის 7500 ლარს გადაუხდის ადიგენის მერიაც. კურორტი გოდერძი უწყისუბნის მონაკვეთზე. ზვავსაშიშოების, ძლიერი თოვლის, ცუდი ხილვადობისა და ქარბუქის გამო ყველა სახის ავტომობილებისთვის მოძრაობა დროებით შეზღუდულია, წერს საავტომობილო გზების დეპარტამენტი. 15-დან 18 იანვრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ახალციხეში ბორჯომში მოსალოდნელია თოვლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -12, -14, დღისით -2-4 გრადუსი დაფიქსირდება. ამავე წყაროს ცნობით ახალქალაქში, წალკაში, ბაკურიანში ზოგან თოვლი და ქარბუქია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -18, -20, დღისით -6, -8 გრადუსი დაფიქსირდება. 2025 წელს სამცხე-ჯავახეთში უკანონო ტყით სარგებლობის 172 ფაქტი გამოვლინდა. ინფორმაციას გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, ქვეყნის მასშტაბით გასულ წელს 1912 ფაქტი გამოვლინდა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გამოვლენილი ფაქტებიდან 1430 ხე-ტყის უკანონო მოპოვება ტრანსპორტირებას ეხება. 482 სახერხი საამქროს მიერ ტექნიკური რეგლამენტების დარღვევასა და უკანონო სახერხი საამქროს ფაქტებია. უწყება წერს, რომ სამართალდარღვევებიდან 169 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ქვეყანაში შექმნილი რეპრესიული კანონების გამო დამოუკიდებელი მედიების ნაწილს კრიტიკულ პირობებში უწევს მუშაობა. არიან ისეთებიც, რომლებმაც საქმიანობა ნაწილობრივ ან სრულად შეწყვიტეს. ჩვენ სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს ვკითხეთ, დაინტერესდა თუ არა მედიის, განსაკუთრებით კი რეგიონალური მედიის მდგომარეობით სახალხო დამცველი. მან გვიპასუხა, რომელიმე რეგიონალურ მედიას მოემართოს და მოეთხოვოს საქმის შესწავლა არ მახსენდება. ჩვენ ჩავეკითხეთ, მიმართვის გარეშე ხომ არ დაინტერესებულა სახალხო დამცველი მედია გარემო შეესწავლა. მისი პასუხი ასეთია. ყოველ ჯერზე, როდესაც რაიმე რეგულაცია შემოდის და ეხება მედიას, ჩვენ თუ მედია მოგმართავს, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ვსწავლობთ, ამ რეგულაციებს ვსწავლობთ, რამდენად ზღუდავს, რამდენად გავლენას ახდენს. მედიის სიმართლე გითხრათ, რომელიმე რეგიონულ მედიას მოემართოს და ეთქვას, რომ რაღაცნაირად მოეთხოვოს საქმის შესწავლა, იმიტომ რომ მის მიმართ რაიმე ტიპის ქმედებას აქვს ადგილი, რომელიც ზღუდავს მის გავრცელების შესაძლებლობას ან გამოხატვის თავისუფლებას, ბოლო პერიოდში მე არ მახსენდება. რაც შეეხება ინდივიდუალურ საქმეებს, თქვათ მედიის წარმომადგენლების ადგილზე გაშუქების ხელშეშლას და ასე, აუცი მე არ მახსენდება განცხადება, რომელიც გამევრცელებინოს გამოხატვის თავისუფლების ირგვლივ და სპეციალურად არ გამომეყოს მედიისთვის ხელშეშლის ფაქტები, რაც ჩვენთვის მომართვის მიუხედავად, რაც ჩვენთვის მედიით ხდებოდა, მედიით ვრცელდებოდა და მედიით ვიგებდით. ყველა ჯერზე ამაზე გვქონდა რეაგირება და ვითხოვდით, რომ მედიის წარმომადგენლებს არ ჰქონდათ რაიმე ტიპის ხელშეშლა თავისი საქმიანობის დროს, ვინაიდან ეს არის კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაული და ამაზე ყოველთვის მივუთითებთ ხოლმე, როდესაც მედიის საქმიანობაზე ვსაუბრობთ. სხვა ნებისმიერი სხვა შემთხვევა, თუ კონკრეტულ ადამიანს ეხება, კონკრეტულ ჟურნალისტს ეხება, კონკრეტულ ხელშეშლას ეხება, ის ცალკე შესწავლის საგანია და ამავე ისეც ასევე ხდება ჩემს ანგარიშში კონკრეტული პიროვნების მედია საშუალების მითითებით და იმ პრობლემით, რა პრობლემაც მის გარშემო შეიქმნა. არც ერთი საკითხი არ რჩება ყურადღების და შეფასების მიღმა, რა თქმა უნდა, თუ
ობიექტურ მტკიცებულებებს ეყრდნობა და თუ უბრალოდ არ არის განცხადება და იმიტომ რომ ხშირია განცხადებები და განცხადებებს არ უმაგრებს მტკიცებულებები. მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რა თქმა უნდა, ყველაფერს ობიექტურად ვაფასებთ. ეს იყო ჩვენს ხელთარსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე.